მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხიჯი გეიმინგი და ეს არის თამაში FC Mobile. მოკლედ დღეს ჩვენ გავტესტავთ ახალ ცენტრალური ნახევარმცველის ქარტს, რომელიც ივენთიდან ავიღე. ეს არის კოლუმ მაკგრეგორის ქარტი, 109 ოვერიანია დავრანკე, მხოლოდ 3 ტრეინინგ ლეველების ბოლომდე გავუკეთე. 300 შერტ პოინტი აქვს, მხოლოდ და ძალიან კარგი სტატები აქვს, ერთ-ერთი მეტა ქარტია. ივენთიდან კაპტანის ივენთიდან და ძალიან კარგი სტატები აქვს, 33 აქვს, ფეისი 107 აქვს, დარტყმები 125, პასები 153, დრიბლინგი 122, დაცვა 125, ფიზიკა. კარგია, 5 ვარსკვლავის სტამინა, 4 ვარსკვლავის ხილმოძრავები, 4 მეხუთედი სუსტი ფეხის შეფასება, თან მემარცხენია ეს ქარტი და ვალვერდე მემარჯვენია და კარგი წყვილი გამოვიდა. თან ინიესტას ორივე ძლიერი ფეხი აქვს, ესეც უნდა აღინიშნოს. ასევე მაღალი შეტევითი work rate აქვს და ასევე მაღალი დაცვითი work rate, რაც ცენტრალურ ნახევარმცველისთვის ძალიან კარგია. ასევე long shot taker-ი აქვს და playmaker-ი, როგორც ტრეითები. მე პირადად ძალიან მომწონს ასეთ ფორმაციაზე გამოვიყენებ, რადგან ინიესტას შეტევით ხასიათს დააბალანსებს ეს ჩემი ორი ნახევარმცველი. მე ასე ვფიქრობ და დღეს გავტესტავთ თუ როგორ არის ეს ქარტი. პაკის გახსნა შემიძლია 3000 ჯემი არის, მაგრამ მოდი არ გავხსნი, რადგან მე მგონი სულ სწორად ვიცი, ორ შაბათს უნდა გამოვიდეს ბალონ დიორ, ანუ ოქროს ბურთის ივენთი და 113 ოვერი დაემატება, რადგან ამ კვირაში ამ ხუთშაბათიდან ამ კვირაში არაფერი ახალი ივენთი არ გამოსულა და საერთოდ მაგალითად კონტენტ კრეატორები FC Mobile-თან დაკავშირებით სულ ისე არიან, რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ, რადგან არც არაფერი ახალი არ დამატებულა თამაში ამ კვირას და აპირებენ, რომ ორ შაბათს გამოუშვან ბალონ დიორ ივენთი და შემდეგ ხუთშაბათს უკვე გამოვა ანივერსარი ივენთი და აი ანივერსარი ივენთისთვის უკვე ვინახავ ჯემებს, 3000 ჯემი უკვე მაქვს და რა თქმა უნდა საჩუქრად ბოლოს, კვირის ბოლოს და ასევე თვის ბოლოს, ანუ ყოველი თვის ბოლოს, რა თქმა უნდა მივიღებ საჩუქრებს და ძალიან მიხარია. ამასობაში დაიწყო თამაში და მოდი კონცენტრირდეთ თამაშზე. შვენიერი შორეული დარტყმა იყო ვალვერდეს შესრულებით, თუმცა მეკარემ კობელმა აიღო. კობელის ერთ-ერთი მეტა ქარტია, რაც ძალიან კარგია. ანუ ეს ამ ქარტის პლუსი ის არის, რომ კარგი სტატები აქვს და ამასთანავე მაღალია სიმაღლეს. ხელს უწყობს და სიმაღლეს FC Mobile-ში დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე ცოტა ხანს მოვადუნე ყურადღება და კაჰილი და დონარუმა ჯერ კიდევ მეტა ქარტია და ძალიან მაგარია. აი ძალიან მაგარი ქარტია. დონარუმას შეჩერება, ანუ დონარუმასთვის გოლის გატანა შეუძლებელია. 1-1-ზე თუ გაუტან, ფინეს შოტს ნებისმიერს მოგიხსნის. ოაქ ფელაინი კარგია, თუმცა კვარაცხელია კიდევ უკეთესი. გააკეთა პასი მშვენიერი, გარინჩა, მარსელო მისდევს. მოდი აქ გავიტანოთ ჩვენი პირველი გოლი, ასე მარტივად. და გაიტანს ხვიჩა კვარაცხელი. ახლა კი შევუდგეთ დავტესტოთ ჩვენი კოლუმ მაკგრეგორის პასები, დარტყმები და ასე შემდეგ, დრიბლინგი და ხო. ახლა უკვე შემიძლია თამამად გავაკეთო ეს ყველაფერი, რადგან კვარაცხელი ამ შვენიერი დარტყმა შემოგთავაზა, რომელიც რა თქმა უნდა კარში შევიდა და გოლი რა თქმა უნდა იყო. მოდი დავაპრესინგო ჩვენი მეტოქე. ბარნსი, აბა ნახოთ მაკგრეგორი ასეძავს მარსელო. აქ არ გვინდა გოლი. დონარუმა. კარგად შეინარჩუნა ბურთი, ვეღარ შეინარჩუნა. დრიბლინგში ისეთი კარგი არ არის, ჩემი აზრით, ჯობია რომ კაჰილი, გუნტერი. აქ ვეღარ აიღო დონარუმა, ყველაფერს ნამდვილად ვერ აიღებს, არიელ კარშიში აგდო ფელაინი. ეს რომ დონარუმას გატესტვის ვიდეო იყოს, რა ვიცი ძმაო. გადაიტანა კოლუმ მაკგრეგორმა, მოდი ვითამაშოთ wide game-ი, ანუ აქეთ-იქით ფლანგებზე გადატანილი ბურთები, ამასობაში დაჯანიმდნენ კოლუმ რა?
ეყო სისტრაფე მაგ გუნტერს მაკგრეგორმა დაიმარჩილა ბურთი ფელაინის არა ბელინგემის წინააღმდეგ დაიმორჩილა ბურთი მაკგრეგორმა თუმცა ამის შემდეგ დასრულდა უკვე ტაიმი კვარაცხელია აუ ძალიან ადვილად კარგავს ბურთს მინდა აღნიშნო და ამასობაში ვინც არ კარგავს ბურთს იმაზე გადავიტანოთ ბურთი ცეკვავს კვარაცხელია ცეკვავს საოცარია ეს კარდი არის უმაგრესი ნახეთ უბრალოდ გუდელი გააქრო არა არ იყო გუდელი ვინ იყო ვერ შევამჩნიე ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო შემდეგი ვიდეოზე მინდა რომ ორი სიტყვით გითხრათ ხო შემდეგ ვიდეოზე ვამბობდი შემდეგი ვიდეო იქნება მეტაკარდებზე 105 107 108-იან კარდებზე რომლებიც არიან ჯერჯერობით კარგად გამოიყურებიან და ამასობაში კალუმ მაკგრეგორის შორეული დარტყმა რომელმაც გადაკვეთა კარის ხაზი და გოლი უმშვენიერესი და ულამაზესი ჯერჯერობით კარგი ბოლ კონტროლი უნდა აღნიშნო და შემდეგ როგორი დარტყმული იყო აქ ყველა მეკარე უძლური იყო უნდა აღნიშნოთ რომ მარცხენა ფეხით შვენიერი დარტყმა შემოგთავაზა და უკვე 3-1-ია მეტოქეს ვუგებთ ხო მეტაკარდებზე ვამბობდი მაგალითად ერთ-ერთ გეტყვით მეკარეს ეს არის კარგი პასი კალუმ მაკგრეგორის ეს არის მილინკოვიჩ სავიჩი ვანჯა მილინკოვიჩ სავიჩი რომელიც კარგი კარდია აგვართვის ბურთი ხო კიდევ ერთხელ შევწყვიტე საუბარი არ ვიცი დღეს რა მჭირს კალუმ მაკგრეგორის რაღა იყო და დემბელემ გაგვიტანა ვანჯა მილინკოვიჩ სავიჩი 105-ოვერიანი 104-ოვერიანი რომელიც გინდათ ორივე კარდი ძალიან კარგია და მინდა გითხრათ რომ ეს კარდები იმიტომ არის კარგი რომ არის თვითონ ეს ფეხბურთელი არის 2 მეტრი და 2 სანტიმეტრის სიმაღლეში რაც FC Mobile-ში მეკარისთვის გადამწყვეტია მოდი ცოტა ხანი პაუზაზე გავალ და როცა ინტერნეტი დაიჭერს შემდეგ დაბრუნდი მეგობრებო და როგორც ხედავთ გაგვიტანა მეტოქემ და სასტრაფოდ უნდა გავუტანოთ ერთი რომ მოვუგოთ წეხან ინტერნეტმა არ დაიჭირა ისთვისაც ბოდის მიხდით მაშინ გაგვიტანა ბარნსმა ბიჭო პასი ვერ გავაკეთე არ ვიცი რა ხდება პასი ვერ გავაკეთე და დასრულდა სამწუხაროდ დასრულდა თამაში და ინტერნეტის გამო ფრედ და რა ანუ ძალიან ჯობნიდი მეტოქეს ყველანაირად ვაჯობე გაიტესტა ასე თუ ისე კალუმ მაკგრეგორიც დაცვაშიც პოზიციურად პირველ რიგში უნდა აღნიშნო მისი პოზიციურობა რომელიც კარგი იყო ნამდვილად გოლიც გაიტანა როგორი შორეული დარტყმა იყო ასევე პასებიც კარგი აკეთა ჩემი აზრით კარგი იყო ნამდვილად მოკლე პასსაც კი სჭირდება დამუშავება და სწორად გაკეთება იმისთვის რომ მეტოქემ ეს არ ჩაჭრას და FC Mobile-ზე ეს ძალიან მოქმედებს მაგალითად ვისაც აქვს გეიმპლეიში დაბალი შედეგი მოკლე პასების ისეთ პასს გააკეთებს რომ ადვილად ჩაიჭრას ან რამე ეგეც კალუმ მაკგრეგორს უნდა დააკვირდეთ რომ სწრაფ პასებს აკეთებს და სწრაფ თამაშს თამაშობს დრიბლინგში იმდენად კარგი არ არის ვერ მოგატყუებთ ნამდვილად მინდა გითხრათ რომ ცოტათი ნელია დრიბლინგის დროს რაც იმას განაპირობებს რომ დრიბლინგის დროს ოდესაც ხილმოძრაობებს იყენებ უფრო მეტად კარგავ ბურთს მაგრამ ეგ არაფერი ეგ გამოსწორებადია თავარია რომ კარგი ლონგშუტებს ურტყავს რაც ცენტრალურ ნახევარმცველისთვის ჩემი პირადი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არა მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია ფიზიკურობაც კარგი აქვს დაცვაშიც კარგია შეტევაშიც კარგია შეტევაში დარტყმები იმდენად არა მაგრამ გზელი პასები მოკლე პასები როგორც გითხარით პოზიციურობა ძალიან კარგი აქვს და ხო რა ვიცი რა ძალიან მაგარია მე მომწონს მე პირადად ანუ ისეთი კარდია რომ უნდა ყველაფერს აკეთებს შეუძლია პასიც გააკეთოს შეუძლია რომ ინტერსეპტორიც იყოს ანუ გაასუფთავოს ცენტრალური ნახევარდაცვა
ხო, გრძელი პასები, მოკლე პასები, ანუ იგივეა რომ გულიტი და ჩავი რო ერთად აიღო, ოღონდ უფრო დაბალი დონის ვიდრე თვითონ არიან პასებში ჩავიზე უფრო ნაკლებია რა თქმა უნდა მაკგრეგორი და გულიტზე ფიზიკურობით და შეტევითი ხასიათი და დაცვითი ხასიათით ამაში მაკგრეგორის რა თქმა უნდა უფრო ცუდია, მაგრამ რაღაც თითქოს ორივესი ერთად ნაზავია, ორნაირი ცენტრალური ნახევარმცველი box to box-იც არის რაღაც მხრივ და ასევე რაღაცნაირად მაესტროც არის და მიყავს თამაში. უბრალოდ აქ რა თქმა უნდა დაჩრდილა ინიესტამ. ხო. და ეს კარტიც ალბათ გამოგადგებოთ ვისაც ვინას მივხვდებით როგორ უნდა ითამაშოთ ამ კარტით. ასეთ კარტებს რაღაც თავისი სპეციფიკური gameplay-ის პროგრამა ეგრეთ წოდებული აქვთ, რომ შეგიძლიათ რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში რაღაც ისეთი გააკეთოს ამ კარტმა, რომ საოცრება იყოს, რაღაც მომენტში შეიძლება ძალიან ცუდი იყოს. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც მეტა კარტებს განვიხილავ და გეტყვით თუ რომელია ასეთი მეტა კარტი და რომელის პერფორმანსი არის კარგი. ახლა კი უკვე გემშვიდობები, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა კარგი.